მე უცნაური ბედის აღმოჩნდი. თვით ჩემი დაბადებაც იყო საკმაოდ უცნაური და სიმბოლური, რა ვიცი. დედაჩემს აუგზავნის მშობიარობა. ორი გოგონა ყავდათ, ლეილა და მანანა და დედაჩემი რაღაც სიტყიებდა და ეგ მოუთხრა, რომ შენი მშობიარობა არ შეიძლება. მაგრამ დედაჩემს უთქვამს თურმე თავისიანებისთვის, თალებისთვის. ვახტანგს ისე უნდა ბიჭი, რომ უნდა გავრისხო, იქნებ ვაჟი მეყოლოს. ისე რომ მამა ჩემმა არ იცოდა, რომ ეს რა საფრთხესთან იყო დაკავშირებული. დავიბადე მე ვაჟი და დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. დედის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მამა, ცნობილი ფოლკლორისტი, მეცნიერი, ხელოვანი მოქანდაკე და ლიტერატორი, ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი ვახტანგ კოტეტიშვილი დახვრიტეს. 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლის შვილს, ისე როგორც მთლიანად კოტეტიშვილების ოჯახს ამ ამბავს ხშირად ახსენებდნენ. ეს იყო უაღრესად მძიმე ეპოქა. როდესაც ჩვენ გვერქვა ხალხის მტრის შვილები. ჩვენთან მისალმებაც კი ეკრძალებოდათ ადამიანებს და ეშინოდათ. ჩვენი სახლი იქცა უსტუმრო სახლად. არავინ არ მოდიოდა. ახლობლების ნათესავების გარდა. ნათესავებს არ ერჩოდნენ, ვინც დასაჯერი იყო დაიჭირეს რასაკვირველია და ვინც არა. იმათ შეეძლოთ ხალებს, ვიღაც მოხუც კაცებს მისვლა მოსვლა. დანარჩენებს არა. მაგრამ იყო გამონაკლისები. მე დავწერე კიდეც აცხონოს ღმერთმა კომპოზიტორი ჩვენი ცნობილი დიმიტრი არაღიშვილი მოდგებოდა ხოლმე კვირაობით და კოტეტიშვილებო ქუჩიდან ვეყვიროდა. გამომხედეთ სადახარ და მოდიოდა დატვირთული ჩემთვის სათამაშოები და ტკბილეული და რაღაცები მოხდა. სოლომონ ხუციშვილი მამა ჩემის ნასტუდენტარი, ლიტერატორი, ცნობილი მეცნიერი, გაანათლოს ღმერთმა იმის რაღაც არ ცოცხალი. ელენე ვისალაძე, ლოლოტა ვისალაძე ცნობილი არაჩვეულებრივი ქალი, ისიც მამასთან სტუდენტარი. და კიდე დეიდა ქეთო ანანიაშვილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში ქართული ლიტერატურის რისხემძღვანელი, სადაც მეც დავდიოდი. და აი ეგრე თითებზე თითოეულა კიდე სხვა. გამზარდა ჩემმა დამ. სამი ხალი მზრდიდა ფაქტიურად. ესენი იყვნენ ჩემი და უფროსი ლეილა, მეორე და მანანა გარდაიცვალა, მამა რო დახვრიტეს, დააპატიმრეს 2 კვირის შემდეგ. და ლეილა იყო ჩემი ფაქტიურად დედაც, მამაც და ყველაფერი. დიდედა ჩემი, მამა ჩემის დედა, ფოფოდია ეკატერინე, ისეთი ოთარანთქვრივი. ძალიან მაგარი ხალი იყო და მამიდა ჩემი ისტორიკოს ეთნოგრაფ სერგი მაგალათიას მეუღლე.
და ამ სამმა ქალმა გამსარდა, არაჩვეულებრივი ქალები იყვნენ. ეხლა სადღა არიან ეგეთი ქალები. ერთადერთი ადგილი სკოლა იყო, სადაც ხალხის მტრად შერაცხული ვახტანგ კოტეტიშვილის შვილს პრობლემებს ან ნაკლებად უქმნიდნენ, ან ძალიან ცდილობდნენ არ შეექმნათ. სკოლაშივე პედაგოგებისგან რეპრესირებული მშობლის შესახებ საუბრები ვახუშტი კოტეტიშვილს ყველაზე იშვიათად მოусმენია. პრობლემები მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც მან უმაღლესი ჩაბარება გადაწყვიტა. ჩემი სკოლის პირველი სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მომცეს მედალი. და ვაბარებდი უნივერსიტეტში. მაშინ მედალოსნები გავდიოდით გასაუბრებას. და ამ გასაუბრებაზე ისეთი ცოტა შემზარავი სიტუაცია იყო ხომ, იმიტომ რომ 25 პროფესორი ეს კალათ იჯდა შუაში ჩაგვსვამდნენ შენ და ვისაც რა მოეპრიანებოდა გეკითხებოდა. მე უნდა გაგეცა პასუხი. მაშინ რექტორი იყო ერთი, არ დავასახელებს ვინ იყო. საკმაოდ ისეთი კაცი. უღირსი რექტორობის. და პირველივე შეკითხვა, სადაა ბიჭო მამა შენი? აი მე ისე გამწარდი, რომ ვიფიქრე, არ მინდა სვარს უნივერსიტეტი მინდა აცალებს. და საკმაოდ უხეშად უპასუხე. ეგ თქვენ უნდა იცოდეთ სად არის მამა ჩემი, მე არ ვიცი. და იგზნეს ახლა ისინი შეიშმუშნენ პროფესორები. უცბად ერთი დაბალი დანის კაცი მეკითხება, რომ განმოხტოს ეს ისა. აბა რატომ გადაწყვიტეთ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე შემოსვლა? და გამეხარდა უკვე ნორმალური შეკითხვა. ეს გახდა სერგი ჯიქია, ჩვენი ცნობილი მეცნიერი თურქოლოგი, არაჩვეულებრივი პიროვნება. აი ეს ჩავირიცხე უნივერსიტეტში. სპარსულ პოეზიას მეგობარმა აზიარა. ამის შემდეგ აღმოსავლური პოეზია მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა კიდევაც ვახუშტი კოტეტიშვილმა საბოლოოდ უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაებარებინა, თუმცა მანამდე მას სხვა არჩევანი ჰქონდა გაკეთებული. მე დამიმეგობრდა არაჩვეულებრივი პიროვნება შურა გვახარა, ალექსანდრე გვახარია. შურიკა, როგორც შინაურობაში ვეძახდით, მიკითხავდა სპარსულად ომარ ხაიამს, მაგრამ წინააღმდეგი იყო, რომ შევსრულებავი აღმოსავლურზე. მე ლექსებს წერდი ბავშვობიდან. ხოლო შენ რო შემოხვიდეო ახლა, ლექსების წერა შეეჩვევია. და რა ვიცი, არ მინდა. მაგრამ ნუ კარგი მეც დაუჯერდი შემხონდა ფილოლოგიურზე. ნახევარი დღე და გირიქში. იმიტომ რომ ფილოლოგიურზე ბევრი მსურველი იყო. უცბად გამოიარეს მანანა გიგინეიშვილმა და მაია მამაცაშვილმა. მაია სწავლობდა აღმოსავლურზე. ნუ ჩემზე უფროსი იყო. მაგრამ ნუ მეგობრობდი. შენ ხوار გაგიჟდია. სად შეგაქ რა გინდა ფილოლოგიურზე? თავზე გადამახიეს განცხადება, დაჯიხი ახალი განცხადება დაწერა. დამაწერინეს და აი ეს გავხდი აღმოსავლეთმცოდნე. ცნობილმა მთარგმნელმა, რომლის თარგმანები დიდი ხანია საუკეთესო და აღიარებული და რომლებიც ბესტსელერის სტატუსს დღემდე ინარჩუნებენ, თარგმნა პირველად მეორე კლასში სცადა. პირველივე არჩევანი პუშკინის ზიმნიაია დაროგა აღმოჩნდა, რომლის ქართულ ენაზე გადმოტანა, როგორც ახლა ამბობს, სკოლის მოსწავლეს არც თუ კარგად გამოუვიდა. მოგვიანებით რუსულთან ერთად ევროპულ პოეზიასთან შეხება არაერთხელ ჰქონია.
სწორედ მის ერთ-ერთ ცნობილ გამოცემაში, სახელწოდებით აღმოსავლურ-დასავლური დივანი, აღმოსავლურთან ერთად დასავლური პოეზიის ცნობილი ნიმუშებიც საკმაოდ მრავლადაა. სერიოზულად სტუდენტობისას დავიწყე თარგმნა და ომარ ხაიანი იყო პირველი ჩემი თარგმანები. და სხვადასხვა მე წიგნად რო გამოვეცი, თითქმის არაფერი შემიცვლია. კარგად იყო, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალური რაც შეიძლებოდა მე გამეგეთებინა. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, ახალ თარგმანების წიგნი გამოვიდა. მივაკითხე, რომ ჩემი ეგზემპლარი სად არის მეთქი. მომწერე თავის ერთ ჩემი რაც ჩემთვის მქონდა განაკუთრებული და ზე წააწერა, ეგ წარწერა. მისი სისხარტე უცებად რა აზროვნებისა. ეს არის ნაფიქრე და უცებ დააწერა ესეთი წარწერა სამახსოვრო. ჩემს ლამაზ ნესტანს და გიჟმაშ დათოს, მაშინ როდესაც თქვენს თმაზეც დათოს, როცა დაცხრება სხვა ხუშტურები, მარცვლეთ სიტყვები ვახუშტურები. ვახუშტი კოტეტიშვილის აზრით თარგმანის საიდუმლო ძალიან მარტივია. მთავარია ადამიანის შინაგანად იყოს პოეტი და ამასთან ერთად მთარგმნელობის განსაკუთრებული ნიჭიც ჰქონდეს, რადგან როგორც თავად ამბობს, კარგი პოეტი ყოველთვის ნამდვილად არ ნიშნავს კარგ მთარგმნელს. ამოუხსნელი რა არის? შეიძლება ძალიან გინდოდეს თარგმნა რაღაცის დაჯდე, მოიკლა თავი მთელი დღე და ღამე და არაფერი გამოგივიდეს. და შესაძლოა სულ სხვა რაღაცას აკეთებდე და უცბად განაგდება გონება და გამოვა თარგმანთანაც კარგი. ზოგჯერ გადავაჭარბებ ხოლმე და უფრო ვირთულებ საქმეს. მაგალითად, ჰაფეზ სახე ესეთი სტრიქონები შარაბ თალხ میخواهم که مردافکند بود زورش که تا یک دم بیاسایم ز دنیا و شر و شورش. نه شروع მე გავრეკე. მე ვინომინდა ისეთი ძელგი, რომ ხშირითაც მათრობდეს ჭური, ფიქრთ შარი შურით შევერთო შორეც და განვიშორო შარი და შური. ისევე როგორც ომარ ხაიანთან ლაბ ქრუზე ბორდა მაზღაიეთას და ასე შემდეგ ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს ბაგე გადავიბადაგე. აი ესეთი ეგეთ რაღაცაში მაგობებს ვაკეთებ. ეს შედევრები ჩემთვის აღმოსავლური პოეზიას თარგმნა და მე ვფიქრობდი რომ ისე გამოცადინდა და გაიწაფა ამ აღმოსავლურ პოეზიაში მის სურნელში რომელიც მოხდა ქართულ ენაზე კონგენერულ თარგმანებს აკეთებდა და ვიფიქრე რომ იმდენად გაიჟინეთ ამ აღმოსავლეთით რომ შეიძლება დასავლეთს მიადგება ეს კაცი არა შეიძლება ისეთი ვნებით ვეღარ მოერიოს დასახულ ამოცანას მაგრამ ჩემდა გასაოცრად ჩემს საბედნიეროდ და სასიხარულოდ მოხდა პირიქით ისეთივე წარმატებით, ისეთივე ვნებით და ისეთივე განცდით თარგმნა დასავლეთის ლიტერატურას ეს რილკე იქნება თუ
საერთოდ ბროцკის დვაჩისავ რეზერვუარი მე ამის თარგმნა თუ შეიძლებოდა ესეც არ წარმომედგინა. მეტად იქ არის გერმანული ციტატებიც მოხმობილი ბროцკის მიერ და დინამიკა, რიტმიკა, რითმა აი ეს ყველაფერი თარგმანი კი არ არის ქართულად. ეს არის ქართულად ბროцკი რო წარმოვიდგინოთ. ბროцკის რომ დაეწერა ქართულად, ამაზე უკეთესად ვერ დაწერდა. ბავშვობიდან ზეპირად ვიცი პასტერნაკის ლექსები. რამდენჯერ არ მიცდია, რომ ეთარგმნა. იმდენი დამიხევია და გადამიღდია. არ გამოდიოდა. ესე გრძელდებოდა ათეული წლების მანძილზე. ნუ დაახლოებით 40 წელი. ამასინად უცბად ზეპირად ვიცი ის ლექსები, ისე რომ წაკითხვათ, მჭირდება წიგნი. აი, ეგრევე დავიწყე თარგმნა. და ერთ დაჯდომაზე ვთარგმნე 10 ლექსი. პასტერნაკის თან გაითვალისწინეთ, რომ პასტერნაკზე რთული სათარგმნელი იშვიათად მოიძებნება რამე ამ ქვეყანაზე. ხელით წერას იშვიათად მიმართავს, რადგან კომპიუტერთან დიდი ხანია მეგობრობს. ამავე კომპიუტერის მეშვეობით სრულდება კიდეც ვახუშტი კოტეტიშვილის ცნობილი თარგმანები. დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ ოთახში ატარებს. აქვე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო თემაზეც ხშირად საუბრობს. თუმცა მისივე ოჯახის წევრები იმასაც ამბობენ, რომ ბუნებით ლიდერ ვახუშტი კოტეტიშვილს თავისუფლად შეუძლია ისეთ საკითხებზე საუბარი, რაშიც ნაკლებად კომპეტენტურია, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი მისი ტონი წარმოუდგენლად დამაჯერებელია. ადრე იყო ეს ჩემი წუთი სოფელი წიგნი, რაც გამოვიდა. თქვა ჩემთვის ეს წიგნი არის ეგ არის შინო ვინც არ იცოდა მართლა რეალური ამბები, რომელიც მე აი ეს ისტორიები ყველა არის მოყოლილი ექსუ ყვებოდნენ ხოლმე ჩვენი ნათესავები რომ მოდიოდნენ ჩვენთან და ვახუშტი თქვა იხსენდა ეს მე ბავშვობიდან ვიცი ხო ცალ-ცალკე ეს ისტორიები რომლებიც ახლა უბრალოდ ვახუშტიმ ერთ წიგნად გამოცდა და უკვე თქვა ვინც წაიკითხა იცის ხო აი ეგ ისტორიების მოყოლა იყო ხოლმე სულ რაც ძალიან უყვარდა და რაც ძალიან სასაცილო იყო და სამწუხაროც ეგ ერთი და მეორე უყვარს არ ვიცი, მაგრამ მე რაც მიყვარს ეგ არის, როცა ვახუშტი პოეზიაზე ლაპარაკობს ან ლიტერატურაზე, ეგ არის აბსოლუტურად სხვა ვახუშტი, თუ მე მკითხავთ და აი სხვა საკითხებზე როცა მსჯელობს, მე არ ვიცი, ადმოდი, ეგ არის აბსოლუტურად ხშირად მწვენია ხომ ეგეც, აი სულ რაღაცა უაზრობას არაპროფესიონალურად ლომია და გონია რომ ყველაფერი იცის თავისი ზოდიაქით ვიძახი და ეგრე იქცება თორე აბსოლუტურად სხვა კაცი ხდება, როცა ლაპარაკობს პოეზიაზე სახეზე ეთყობა და არის ძალიან დიდი მცოდნე ამისა და ახლა სხვა საკითხები იცი იქ რაღაცაზე შეიძლება ზოგჯერ ბიზნესზე და პოლიტიკაზე და იქ რაღაცა ახლა პოლიტიკა შეიძლება ეგრე ზედაპირულად რაღაც სწორი ეთიკურად სწორი რაღაც თქვას თორე იქ რა როგორ აი გაგებაში არ არის არაფრის გარდა ლიტერატურა პოეზია და თქვა ეს ჰუმანიტარული სფერო რაც მაგისია და სადაც თავს გზნობს ძალიან კარგად თვითონ რა დღეს განმავლობაში შეიძლება ერთ 5-6 ესე შემოვიდა ვიჯდა და ნუ დილიდანვე იცი რომ ჩამოვული ჯერ ვახუშტის ჩამოვული შემოვდივარ რაღაც დილის სეანსები ნუ ერთხელ ძალიან სასაცილო შემთხვევა იყო ახლა უცბად გამახსენდა დილის 9 საათია ჩამოვედი და ნუ ჩაისვას ვახუშტი და მეძახის ხოლმე სტუმრად მოდიო ჩემთანო ჩაიზე უნდა დაგვატეჟო დაბლა არ ჩახვიდეო და შემოვედი და ავიწყეთ ჩაის მეორე ხო და არ მახსოვს წინა დღეს გადაცემა იყო მე მგონი გებერიკაშვილს რომ იყავს არიდარდო თუ რა ქვია მაგ გადაცემას ეს შორს წასულებ ერთმანეთს რო პაულობენ ხო უცებ გავიხსენთ კაცო გივისო რა კაი გადაცემა აქვსო რომ რა გულის ამაჩუყებელიო წუხელობა ვახუშტი მეუბნება იმდენი ვიტირეო რომ ნუ მოკლედ დავიღვარეოთ რემლებად და ხო მეთქი რამდენი ესე იყო რამდენი გადაიხვეწა რამდენი ესე და მოვაყოლე უცებ და გამახსენე დავით გურამიშვილი
შევტოპეთ ამ დავით გურამიშვილზე შევტოპეთ ისე რომ დაგვავიწყოთ სადა ვართ რა დროა როგორ ვართ და ისეთი ღრმათ რომ დავიწყეთ ტირილი ტირით და გაგვდის რემლები და მე რომ დამთავრდა ეს ჩაი და დამთავრდა ეს ხა გვეკლობა ხუშტი დილის 9 საათზე დავით გურამიშვილზე გვეტირა რაღაცა სასწაულებს ვაკეთებთ ხოლმე მარტოები ხან რა გაგვახსენდება ხან ვიცინით ხან იმაზე საუბრობთ ხან ამაზე ერთ-ერთი პირველი ლექსი პირველ კლასში დაწერა, თანაც ისე რომ მისი ავტორობის საკითხი თავად პედაგოგმაც კი ეჭქვეშ დააყენა. დღეს ვახუშტი კოტეტიშვილი იმასაც იხსენებს, როგორ მოუწია თავის მართლება მასწავლებელთან იმისთვის, რომ იგი საკუთარ სიმართლეში დაერწმუნებინა. პირველ კლასში მე გვიან მივედი, იმიტომ რომ ავად ვიყავი და რაღაც ერთი გამიცდა და მივედი. ნუ იქ ბავშვები უკვე გაშინაურებულები იყვნენ, ხო და კატო წერეთელი ყავდა აცხონოს ღმერთმა არაჩვეულებრივი ქალი ძველი პედაგოგი. ხო და მასწავლებელმა გითხრა, აბა ბავშვებო, სახლში გაძლევთ ესეთ დავალებას, რომ ამიწერეთო შემოდგომა. აი რა ხდება შემოდგომაზე, როგორია შემოდგომა და ასე შემდეგ. ამიწერეთ, მე გავიგე დამიწერეთ. და დაწერა, ვინაიდან მე ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან პოეზია და მთელი ქართული პოეზია ლამის ზეპირად ვიცოდი. და გამოთქმით მაგითხებდნენ ხოლმე სახლში, სხამზე შემაყენებდნენ და მე ვიფიქრე რომ ლექსად უნდა დავწეროთ. და აბა ვიქეკავ თავს არ ერთ ამბავში დამჯვაში ვწერ. ლეილა და დიდედა ცხონებული მე გითხებიან შვილო რა საშვრებია. თამაცად ლექსს ავწერ მეთქი. რა ლექსს აწერო მასწავლებელმა დაგვა. გავიზნე გაიკვირვეს როგორ დაავალა ლაზირაკ ბავშვებს ლექსად დაწერა, მაგრამ იქნება არის ეგეთი რამე პრაქტიკაში ეხლან და სკოლებშიო და კარგიო შემეშო და დავწერე ორსტროფიანი ლექსი. შემოდგომა მოვიდა, დღეები დგას გრილია, კაკლის ბერტყვაც შეუდექით, ხილიც დაკრეფილია, სკოლაში სწავლა დაგვეწყო ყველა თავმოყრილია, მოწაფეების ხელში წიგნი გადაშლილია. მივედი მეორე დღეს. აბა გამოიძახა ერთი, მეორე, მესამე, მეხუთე მოწაფეები. ნუ აღწერენ შემოდგომას პროზაულად. მიგვის რომ მასწავლებელი შენიშნეს ადვარ უკეთებს მეთქი კაცო ეგ ლექსი არ არის. და ბოლოს მე გამიძახა. წამოვდა კიდე უმახიანად თქვი ეგ ლექსი. და კატო მასწავლებელმა დამიყვავა გაიღიმაო, იყო ჩაგვრა კარგი ლექსი გისწავლიაო. ისეა ეგ ლექსი შეონგვიმელისაო თუ ილიას ხარულიძის. ხარჩემი მე. ვოი ვახუშტი ხოიც რომ ტყუილები არ ვარ. არა მეთქი ჩემია და ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი და ერთი სიტყვით ჩამიფლავდა რა ეს ყველაფერი. რომ მოვიდა ლეილა ჩემ დასაღვანად. აბა მარტო არ დავდიოდი სულ პირველი კლასი. ლეილა სულთხრა. რომ აიო ეს ლექსი ამიკითხა შენი საბავშვო ლექსიო და ვიძახისო ჩემიაო და არ ვიციო მე ვეღარ გავიხსენე ეგში ღუმელის არის თუ ილია სიხარულის და ლეილა მუთხრა არა თავისი დამიძახა კატო მასწავლებელმა და ბოდიში მომიხადა მე ლაწირაკ ბავშვს ჭაღარა ხნიერმა ქალმა და მეორე დღეს იმ დღეს უკვე დაფანტულები იყვნენ ბავშვი. მეორე დღეს კლასში საჯაროდ კიდე მომიხადა ბოდიში.
ვახუშტი კოტეტიშვილმა ფოლკლორთან ურთიერთობა თავიდან მხოლოდ ჰობის დონეზე დაიწყო. ეს კი იმის მიუხედავად, რომ მამა ვახტანგ კოტეტიშვილი ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელი იყო. როდესაც ფოლკლორით უკვე სერიოზულად დაინტერესდა, რეპრესირებული მშობლის გამო პრობლემები მაშინაც შეუქმნეს. თუმცა მოგვიანებით პროტესტის ნიშნად ვახუშტი კოტეტიშვილმა საკუთარი არჩევანი სისრულეში მაინც მოიყვანა. მე ლიტერატორი ვარ, აღმოსავლეთ ზონეს სპარსული ლიტერატურის სპეციალისტი და ფოლკლორში არ შემასუნინეს თავის დროზე. მე მინდოდა ასპირანტურაში ფოლკლორში ჩამებარებინა. მაგრამ ნუ მამაჩემის მტრები იყვნენ, ვინც მამაჩემი დააჭერინა. ისინი მე მიმიღებდნენ ასპირანტურაში. ეს დილობიანად მომიშორეს. მაინც გავხდი ფოლკლორისტი. უფრო სერიოზულად ფოლკლორს ტელევიზიის მეშვეობით დაუკავშირდა, თანაც ისე, რომ ამაზე საერთოდ არ უფიქრია. პირველი ფოლკლორული საღამოს ორგანიზება, რომელზეც ვახუშტი კოტეტიშვილს წამყვანის როლიც კი ერგო, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოუხდა. ეს საღამო მაშინ ქართული ენის დაცვის წლის თავს დაემთხვა. იმ დღეს დარბაზში ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მაყურებლებიც კი ტიროდნენ. დღეს უკვე მის ანგარიშზე 80-მდე ფოლკლორული საღამოს ჩატარება ირიცხება. ეს მოხდა ჩემი გაფოლკლორისტება ძალიან ორიგინალურად. ტელევიზიაში ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციაში ქალბატონი მარიკა ბრძანდებოდა, მშვენიერი ქალი და იმან მიგვიძვია მე და ალექს ჭინჯარაული. ფოლკლორზე იყო გადაცემა და მსახიობებს აკითხებდნენ ლექსებს. და მე და ალექსი ორი ბაიღუში ვისხედით და ბოლოს უკვე აი რაღაც იუმორზე ჩვენ გვალაპარაკეს შავურ კაფეებზე და რაღაც. ნუ ამას მოყვა ძალიან დიდი რეაქცია ხალხისა მოეწონათ. რა მოეწონათ იცით ეხლა ნუ მსახიობები რა გასაგვირია, ნუ ჩვეულებრივ მსახიობურად კითხულობდნენ დაყენებული ხმებით და იმით, ინტონაციით. და ძალიან დიდ კონტრასტს ვნიდით ჩვენ. ჩვენი უშუალობით და სინაღდით. ნუ გაგვივარდა ხმა, რომ კაი ტიპები ვართ, მე და ალექსი. და იყო ანსამბლი ფაზისი. მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული. მე იქიდან ბევრი შევიდა იმაში ქართულ ხმებში. ხოცონებული გოგი დოლიძე და ისინი იქ მღეროდნენ ჭოტიკა და ისინი. ხო და იმათ ხონდათ კონცერტი. მაგრამ არ აქონდათ სიმღერები იმდენი, რომ შეეცოთ ეს კონცერტი და ჩვენ აქვთ ხო ეს რომ მოდით რომ ჯადრაგის სასახლეში იყო კონცერტი. ჩვენ ვიმღერებთო და თქვენ კიდე ლექსები თქვით ხოლმე ჩაგვერთებთო. კარგია ჩვენც ვუთხარით და მართლა შედგა კონცერტი. ამ კონცერტს ესწრებოდა დორიან კიტია, ფილარმონიის დირექტორი. და ნუ რასაკვირველია, თენგიზ მირზაშვილი, მხატვარი ჩუბჩიგა. და ჩუბჩიგას და დორიანს გადაუწყვეტიათ
რომ ფილარმონიის დიდ დარბაზში ჩადარდეს საღამო, რომელსაც არ უძღვებით მე და ალექსი. დაგვიბარა დორიანმა. მე დამიბარა. დამირეკა და საქმე მაქო. მე დორიანს ახლო არ ვიცნობდი მაშინ და ვიფიქრე რა უნდა უნდოდეს ფილარმონიის დირექტორს ჩემგან. მივედი და მითხრა ესეთი რაღაცა, გაძლევთ ტრანსპორტს, ავტობუსს, მიკროავტობუსს, წადით საცა გინდათ, შეაგროვეთ ხალხი, ხო და ჩამოვიყვანოთ და გამართოთ საღამო და თქვენ გაუძღვებით. მე ვთხარი რას გავუძღვით. არავითარ შემთხვევაში მეთქი, იმიტომ რომ ახლა სცენაზე გამოსვლა და ის არ იყო ჩემი საქმე, ეგრე მეგონა და თურმე ამის ნიჭიც მგონია. ხო და ერთი სიტყვით ბოლოს მითხრა, კარგი, სხვას ვიშოვი წამყვანსო, ოღონდ თქვენ მომიგროვეთ ხალხიო რა, უფრო იცითო. და წავედით მართლა. ნუ მოვიარეთ რამდენიმე რეგიონი, შევაგროვეთ ხალხი, ჩამოვიყვანეთ და ნუ დაგვაყენეს პირდაპირ იმის წინაშე, რომ თქვენ უნდა წაიყვანოთ. მთელი ღამე არ მძინებია. თეთრად გავდა ხელისგან. როგორ საქმე ფილარმონიის უზარმაზარ დარბაზში, თანაც გაითვალისწინეთ, რომ მსახიობებს აქვთ ნათქვამი. ქალბატონ ზინა კვერენჭხილაძეს ვერ ვიტან ფილარმონიის და სცენასო. ეს არის უზარმაზარი რაღაცა და ნუ ძალიან ის ვითრგუნებიო. და თქვენ და მე კიდე ჩემთვის ფილარმონიის სცენა არის მშობლიური სცენა. სხვაგან რომ ოპერაში ჩავატარეთ ერთხელ, სული მეხუთებოდა, იდე პატარა იყო დარბაზიც და სცენა. ხო და სიბერემ და სიხაძლებს მოელოდება, აი ეგრეა ჩემი საქმე. და ნუ მთელი ღამის უძინები მივედი, ჩამოვიდნენ ეს გლეხები, ეხლა ჩაუდარე რეპეტიციას ავით. მაგრამ რაც შეურჩიე ლექსები, აი ამას იტყვიმეთი. გამოვიდნენ მე და სულ სხვა რაღაცები წაიკითხეს, მაგრამ ის კარგი. და თანაც მე რო შენიშვნა გავუკეთე, ეგრა ქენი მეთქი კაცო. ხო გითხარი მეთქი რომ ის ხო უკვე თქვიო. ესე რეპეტიციაზე რო თქვა, ეგონა რომ ნუ იმის გამეორება აღარ შეიძლება. მაგრამ აი იმას მოგახსენებდი მთელი ღამის უძინარი. დავსხი, ფარდარი ჩამოშვებული, დავსხით ესენი განვალაგეთ. ზოგი ეს ცოტა შემაღლებულზე, ზოგი იმაზე. სხედან საწყლები, საცოდავები, აბუზულები, დაბნეულები და გაიხსნა ფარდა. და ნუ გამისყდა გული. გადაჭედილი დარბაზი ნემსის ხუნძი არ ჩავარდება. კიბეებიც გატენილი იყო, ხალხი იჯდა კიბეებზე. და გაიხსნა დარბაზი, სოდახანი თუმარება და ატყდა ტაში. ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანების პირველი შემფასებლები ოჯახის წევრები არიან. პირველი კი მისივე მეუღლეა, რომელმაც ეს საპატიო უფლება დიდი ხანია მოიპოვა და ამით ამაყობს კიდეც. შემფასებელთა სიაში, რა თქმა უნდა, ვახუშტი კოტეტიშვილის შვილიც შედის, რომელიც წარმატებით ითავსებს მამის წიგნების გამფორმებლის როლსაც. ამავე სიაში ადგილი მეგობრებსაც აქვთ. პირველ რიგში მე მაკითხებს, ასეა თუ არა ვახუშტი კი. და ძალიან მენდობა. მე მაქვს უფლება კიდეც რაღაც შესწორებები შევუტანო, დავუშვათ რაღაც ყურში რაღაც არ მხდება ისე ლამაზად და უცბად აღელდება ეს, დამიწყებს მტკიცებას რომ ეს ასეა, მაგრამ მე გავა რაღაც 1 საათი ან 9 საათი და მე მეძახის რომ შენ მართალი იყავი, დაბანახე ეს ვარიანტი. მეთქვის ხოლმე. ესეა ხო ვახუშტი?
მე ძალიან ვამაყობ ამით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. თუ რამე თქვა გონება რომ მას თვითონ აი ეს რაღაც მონაკვეთი ან ფრაზა ან ის უკეთ ახუშტისებურად უკეთესად შეიძლება გაკეთებულიყო მithkons ახლა არ დამიმალავს და არც მაშინ მიიღია შეურაცხყოფა იმიტომ ეს ყველაფერი არის ურთიერთპარტიისების და მეგობრობის ფარგლებში და მეგობრობის სათავეში საძირკველში დევს ეს როდესაც ახუშტი მე ისეთი ნიჭიერი კაცია რომ თავის შემოქმედებს მივართ დაავადებული ავადყოფურად არ უყურებს თავის ნამოღვაწას ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და ესეც უნდა იყოს რა თქმა უნდა. ამიტომ როცა ეს ჯანსაღი დამოკიდებულება არის საკუთარ შემოქმედებასთან, მეგობრებთანაც ჯანსაღი დამოკიდებულება, სამყაროსთანაც, კალთანაც და ყველასთან. ამდენად ეს პრობლემა არ არის, როგორც მასულა, ბევრ რამეზე უთქვამს, რომ იქნება ეს ესე ჯობდეს, ან ესე ჯობდეს და ეს ძალიან პირიქით სასკეთო სამსახურია. დათო მაღრაძე მისი მხოლოდ საუკეთესო მეგობარი არაა. ზეო გოგოჭურთან ქორწინებისას ვახუშტი კოტეტიშვილმა მეჯვარედ სწორედ იგი აირჩია. დათო მაღრაძე იმასაც იხსენებს, როგორ არ სურდა ბატონ ვახუშტის ჯვრის წერას ხმაური მოჰყოლოდა, თუმცა მისმა პოეტმა მეჯვარემ ქართული ტრადიცია ვერაფრით დაივიწყა და ახალშეუღლებულების ახლამდე მანქანის საყვირით მიიყვანა, რის გამოც მსუბუქად უხერხული სიტუაციაც კი შექმნა, თუმცა სერიოზული საყვედური მაინც არ მიუღია. მე ძალიან ბევრი რამით მოვიხივრე, ჯერ ერთი ძალიან ნიჭიერი და უშუალო ისეთი ლაღი ადამიანია ვახუშტი. რაც ძალიან იშვიათია, იმიტომ როგორც წესი ადამიანებში ეხლა გამეფებულია ესეთი მოდა, უნდა იყო ცივი, ესეთი მკაცრი სახით და რაღაც შეიქმნა ესეთი იმიჯი რაღაც. თითქოს ამით გიშორებს თუ გშორდება თუ რაღაცა ცრუ ესეთი პატივმოყვარე რაღაცა იმიჯები, რაღაც რომელსაც მე ვერ ვიდან. და ვახუშტიში ეს ამბიცია არ იყო, იცით, ვახუშტი იმდენად დამშვიდებულია თავისი მონაცემებით, რომ არ ჭირდება ეს ბღენძვა. და იყო ძალიან ნიჭიერი, უშუალო რაღაც ესეთი ლაღი, უყვარს ადამიანები, ძალიან უყვარს ადამიანები და საერთოდ ცოცხლობდა ადამიანებთან ურთიერთობით. და თავისი საქმიანობით, ისე რომ სხვა რამებიც არ ეცალა გესმის ვახუშტი. ეს ისე მკვეთრად იყო, იცი, გამოხატული და ისეთი დეფიციტია იცი საზოგადოებაში, რომ არ შეიძლება რომ არ გამოარჩიო. წარმოიდგინე ხო, როცა აღტაცებული ხარ ხო მამაკაცით. მაშინ ძალიან გარეგნობა ძალიან მოსაწონი ქონდა ვახუშტის ახლა ცოტა ფორმებს კარგავს და მე ვჩხუბობ ამაზე. ხო და ის გიძღვნის ლექსებს, ხო? გასაგებია ეს, რომ მაგაში რაც იგულისხმება. ამიტომ ეს ლექსები ჩემთვის ყველა ძალიან ძვირფასია სათითაოდ. ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველას თავისი წარმოშობა და იმის მიზეზები აქვს. ისე რომ ეს ყველაფერი ერთად იყო ჩვენი რომანი. ერთადერთი, ვინც ვახუშტი კოტეტიშვილის ყველათვისებას ყველაზე საუკეთესოდ იცნობს, მისი მეუღლეა, რომელიც იმასაც ამბობს, რომ ბატონი ვახუშტი ყველაზე რთულად ასატანი გაბრაზებულ მდგომარეობაშია. ufარც მინდა გავიხსენო, ცუდი. ძალიან ცუდია და თავშეუკავებელი ბოდიში ვახუშტისთან, მაგრამ შეუძლია ჭიქები ამტრიოს. ესეთი თავზე ხელს იღებს. საერთოდ იშვიათად ბრაზდება ხოლმე ესე ვახუშტი, მაგრამ თუ გაბრაზდა ამოხეთქავს. რბილიც არის და ჯიუტიც. ისე ერთი რაღაც კონკრეტული ის არ გააჩნია, რო ვთქვათ ესეთი პრინციპის ადამიანი. არა, თავისი ის აქვს ხასიათები, მრავალფეროვანი და
აი მოვლენების და შესაბამისად უფრო ხასიათებისკენ იხრება. ნუ გაჩნია რა განწყობაზე იყვით იმის მიხედვით. ხან ჯიუტია, ხან დამთმობია, ხან რბილია, ხან მკაცრია, არა ვახუშტი. ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ არის მხოლოდ ჯიუტი, ან მხოლოდ მკაცრი, ან მხოლოდ დამთმობი. პრინციპები არ ახურავს ნიშნავს ესენი მე პრინციპები ცხოვრებაში არა არა პრინციპებში მაგას არ გულისხმობ, პრინციპი არის ახირება, ნუ. აი ამოვიღოთ ეს. პრინციპული არის. სამწუხაროდ ინდახას ვერ ვატარებ მამასთან, იმიტომ რომ მოვდივარ სახში სახელოსნოსავით ამაკ, ხო, გარეთ მუშაობს სახში, მოვდივარ გვიან, მე სულ რაღაც დრო არ მყოფნის, ეს შეიძლება ძნელი დასაჯერებელი რაღაცის, მაგრამ სულ რაღაცას ვერ ვასწრებ ყოველ დღე. და ამიტომ იცი მუშაობ დრო არ მაქვს, სახში მივდივარ და მე იღლები და არის ხომ ისე რომ აი ვერ ვნახულობ და ნუ ითხოვს ხოლმე რომ შემოიხედე მაინც და ცუდად ვიქცევი ასე ვთქვათ. რომ ხო ვერ ვნახულობ და ვერ ვახერხებ უფრო მეტ ხანს ყოფნას რა. გარეგნული ფორმები ვახუშტი იმდენად კარგი ქონდა და იმდენად მოსაწონი და ესეთი ისევ იმას ვიტყვი იშვიათი. რომ მე არ მინდა რომ ამ ფორმიდან ამოვარდეს. ამას უნდა რომ მე ვიყო ან წერზე და ცხვიტი, მკვირცხლი. არა, მე არ მინდა რომ როგორც 17 წლის ბიჭი, რა თქმა უნდა, მე 17 წლის ბიჭები არასდროს არ მომწონდი, მე ხა ყველა კარგად და ყველა ლამაზად იყოს, მაგრამ მე გეუბნები, ნუ როგორც მაშინ იყავი, მაშინ არ იყავი 17 წლის მე რო შენ გამომხდა, მაშინ იყო 18 წლის და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდი და ესე შეიძლება რა მაგის შენარჩუნება. უბრალოდ თვითონ მიაჩნია რა, ნუ ახლა ისეთ ასაკში არა, რა მნიშვნელობა აქვს ხა როგორ იქნება. ნუ ჩემთვის მაინც აქვს მნიშვნელობა, მინდა რაღაც ესთეტიკა და ცელი არ ქონდეს რაღაც. მე მიწერი ესეთი რამე განაცხადეთ ესეში. თუ ეს ნაკლია, რომელიც თქვა ტრადიციებს ეხება ზოგადად კულტურა თვითონ, რომელიც ახლა სულად ვერ მოგვა, მაგრამ კულტურა თავ ზოგადად ასეთ არის მეფური ნაკლები. ესეთი ნაკლები არ აქვს ხალხისთვის. ნაკლები საუკეთესო გაგებით, სისუსტეები, რასაც თქვენ უზანეთ, რომელიც მეფურ ნაკლად შეიძლება მოინათლოს. გულგრილი არ არის თავისი ცხოვრების მანძილზე მშვენიერების მიმართ. მრავალნაირი იმ შემოთავაზებებით, რასაც უცხოელი მშვენიერებას გთავაზობს. და უნდა მზათარი ამ მშვენიერების მისაღებად, გასაცნობიერებლად, შესაგრძნობად და მსახურებად. სამსახურისთვის, მშვენიერების სამსახურისთვის უნდა განწყობილია. მისი წიგნებიდან ყველაზე დიდი ხმაური არც თუ დიდი ხნის წინ გამოსულ სკაბრეზული პოეზიის კრებულს მოჰყვა სახელწოდებით მოუკრეფავნი. ამ წიგნის შესახებ ბეჭდურ მედიაში არაერთი უარყოფითი რეცენზია დაიწერა, თუმცა ამის მიუხედავად მოუკრეფავნი მაინც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა, რის გამოც კრებული მაღაზია პარნასის წარმომადგენლებმა 2005 წლის ბესტსელერად დაასახელეს და დაჯილდოების ცერემონიალზე ვახუშტი კოტეტიშვილს აი ეს დიპლომიც გადასცეს. და წლის ბესტსელერი. წიგნი რომელიც გაიყიდა ყველაზე მეტი. თან ბევრად უფრო მეტი ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. ეს არის ვახუშტი კოტეტიშვილის მოუკრეფავნი. აბანო ვახუშტი. ძალიან დიდი მადლობა. ეს უკვე მეორე ჯერ ხდება ეს ამბავი, ზუსტად 2 წლის წინ აღმოსავლურ-დასავლურ დივანი იყო ბესტსელერი და 1 წლის ჩაგდებით ისე ვთქვათ. მოუკრეფავნი შეადგინა სკაბრეზული პოეზიის ხალხური ნიშები. თვითონ მისი ცხოვრებაც აი რაც აქამდე ვთქვით, შესანიშნავი ლექსების წიგნი, რომელიც ახლა გამოსცა, თქვა, ჩემი წუთი სოფელი ის წყინვალე თარგმანები აღმოსავლურ-დასავლური დივანი, რომელსაც დაარქვა. მოსაკრებსა და მოუკრეფავს შორის მიემართება რა მის ცხოვრება. თვითონ ცხოვრების ეს ესეთია.
თან პროს მოსაკროს თან პროფილში საშუალო ბეჭის ხიძე მოდის და მოედინება. მისი ერთ-ერთი საქმიანობა პედაგოგობაა. უკვე 45 წელია, რაც ახალგაზრდებს ასწავლის. მისივე თქმით, პედაგოგია, თუმცა ყველაზე არაქრესტომათიული გაგებით. ხშირად თურმე სტუდენტებს პოეზიის სიყვარულს აიძულებს კიდეც, რაც სხვათა შორის წარმატებით გამოსდის. სხვა მხრივ კი ნამდვილი ლიბერალია. ყოველი შემთხვევისთვის ოჯახის წევრები მას სწორედ ასე ახასიათებენ. ერთხელ მახსოვს, არ პატარა ვიყავი ძალიან და მაშინ არ იყო დახატული მაიკები არ იყო და მანდ წარწერებით და რაღაცა და მოვიტანე ვიღაცა ხო იცი რატომ ვაცრო და მეც არ არასდროს არ მომითხოვე არაფერს ყიდვა რა და ასე რაღაცა არ ვითხოვდი და არ ვიცი და ეს მაშ 10 მანეთი ღირდა და რაღაც ძვირი ფასი იყო ძალიან და ეხატა რაღაცა დურაგული ნახატი თან ხელით დახატული იყო ესე ფლომასტერით მაგრამ ვიღაცა ხატავდა ეტყობა და აი ეს მეთქი თან ესე მითხეს აი მიდი მამას უთხარ მოგათიქნა არა ხობრიშობა ვინდა რა და აი 10 მანეთი და ამაზე მითხარ რომ არაო არა, იმიტომ რომ თვლიდა რომ ეს ვთქვათ კათმანაძე არ იყო, რომ ეგეთ რამეში და ეგეთ ნახატში, ეგეთ მაიკაში სადრაუბედრო. აი ეს ერთი მახსოვს. ხო, მეტი არა. ანუ ეს 10 მანეთი ვერ მიიღეთ. და ეს მაიკა ხო და მე აი კი ვიღაცა სხვა მიგდიიდან თუ რაცა მიყიდა. ეგ მამას ჭიდაზე თუ რაღაცა სულელი, მაგრამ ხო, აი მე ეს დამახსოვდა და ეს იყო ესეთი ის რა ეს არ ღირს რა საერთოდ არაფერი ის კი არა რომ უფრო სხვა აზრი იყო ამას ჩადებული ალბათ. ნებიერა მედის მეტად და ცდილობს რომ ყველა მაგაზე იზრუნოს. ცდილობს რომ ყურადღება მიიპყროს. როცა არაფერი არ აწუხებს ხანდახან აზრიადებს კიდეც ხოლმე, ტყუილად ამბობს ხოლმე, უფ ძალიან ცუდად ვარ. მე თუ ხოლმე ხოშტი, აბა თქვი რომ კარგად ვარ. დაფიქრდება ხოლმე მე დაიწყებს იზრუნოს. კაცო კარგად როგორ ვიქნები? როდესაც დიეტაზე მამყოფებს. არასაწმები, არა მოსაწევი. მოსაწევი რა სიგარეტი მაინც თქვი, მოსაწევი. სვიმეონ მესვეტე ხო არა ვარ კაცო ეგრე ვიყო. არასდროს აგრძალვა არ ყოფილა მამა ჩემის მხრიდან, ეგეთი მე მამა ვარ მე პრინციპში. მე მეგობრობთ რა და ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, არ ვერევით ერთმანეთის საქმეში. თქვათ იქ რაც საერთოა მაგის წიგნებს თქვათ მე ვაფორმებ ზოგს და ეგეთი ურთიერთობაა, ну რაღაც მეგობრული, საქმიანი საერთო და იმ ხრივ რომ ძალიან ჩარევან, ჭკუის სწავლება რაღაცა კი, ну ცოტას ეს მაინც ის აქ ხომე რომ მაინც ხო რაღაცას მასწავლეს ვიტყვი როგორ გავაკეთო ამაზე პასუხი მე ხო არ გასწავლე როგორ თარგმნა ხო მაშინ მასწავლე მე გავაკეთებ წიგნს ეს ესეთი რამე და პრინციპში ძალიან დემოკრატიული საკუთრებია ოჯახი და ამდენ ურთიერთობები ნუ ბავშვობიდან ეგეთი იყო ვახტანგ კოტეტიშვილის გზა არა მხოლოდ მისმა შვილმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა გააგრძელა, არამედ შვილიშვილებმაც. გუგა კოტეტიშვილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავეჯის დიზაინერია. ტატო კოტეტიშვილი კინემატოგრაფს მისდევდა. ამავე საკეთებს მისი ჰოლანდიელი მეუღლე ინეკე სმიცი, რომელსაც საქართველოსთან, ისე როგორც ბატონ ვახუშტისთან, დღემდე აქტიური ურთიერთობა აქვს. მამა ჩემი იყო უაღრესად მრავალმხრივი, აი რენესანსული პიროვნება. ძალიან მრავალმხრივი და მრავალგვარი ნიჭით დაჯილდოვებული. ჩვენ აბა ვახტანგ კოტეტიშვილს ვერ გავუტოლდებით და ჩვენ დავიღეთ რაღაც ცალკეული ხაზები მისი შემოქმედებითი ინტერესებისა. და აი გუგამ მხატვრობა იქცია. ტატომ რეჟისორობა, მამა ჩემი ძალიან არტისტული კაცი იყო, ახლა მაგ კინოს ავიღებდა, მაგრამ მე მას შეძადამე ლიტერატურა და ფოლკლორი. და აი ესე.
მეც თქვათ უფრო ერთ დარგში, მაგრამ ვაკეთებ ძალიან ბევრ რაღაცას, ხო? ახლა ის აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცებს აკეთებ და ქანდაკება, იქ ლიტერატურა, სხვადასხვა ისინი რაღაც დირექტორი, მისი ფოლკლორი, ხო? ახლა ის ბევრად მრავალფეროვანი იყო და ბევრად ხარისხობრივად მაღლა იდგა. ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობს, რომ ძალიან არ უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს აქებენ. თუმცა მაინც შენიშნავს, რომ აშკარად კმაყოფილია იმით, რასაც გუგა აკეთებს. სხვათა შორის მის საქმიანობაში ხშირად კორექტივების შეტანასაც კი ახერხებს. ყველაფერი მოწონს, იცი რა, ეგეც არ ვიცი, ესეთ არაღელებს ეგ საკითხი და სხვა რამებზე ფიქრობს თუ რაღაცა, მაგრამ მე ვაკეთებ ყველაფერი მოწონს ყოველ შემთხვევაში. დიდი ხანია შეეგუა იმას, რომ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების დროს აზრს თითქმის ყოველთვის ეკითხებიან, რის გამოც ერთ-ერთ აქტიურ პერსონად ითვლება. ერთადერთი, რაზეც ვახუშტი კოტეტიშვილი ვერავინ ვერასოდეს დაითანხმა, მაღალი თანამდებობაა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ არაერთი სერიოზული შეთავაზება ჰქონდა. ჰქონდა რეალური შანსი მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სავარძელს დაპატრონებოდა, ან სულაც კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი გამხდარიყო. თანამდებობაზე ყოფნის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საკუთარი ხასიათის ერთ-ერთ საუკეთესო შტრიხად მიიჩნევს. მე თავისუფალი კაცი ვარ, თავისუფალი უნდა ვიყო. ხო იცით ის გიჟი თავისუფალი. აი და წელს ვახუშტი კოტეტიშვილი რიგით მესამე წიგნის გამოსაცემად ემზადება, რომელსაც მართალს ვიტყვი უწოდა და რომელშიც მკითხველი ესეებს, წერილებს, ინტერვიუებს, მეგობართა პორტრეტებსა და კაფეებსაც მიიღებს. მანამდე კი საკუთარი ლექსების კრებული ქვიშის საათი გამოუშვა. ამბობს, რომ ნამდვილად უცნაურია ის ფაქტი, რომ 70 წლამდე საკუთარი კრებული გამოცემული არ ჰქონდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ლექსებს ბავშვობიდან წერს. სხვათა შორის ქვიშის საათის წინასიტყვაობაში ვახუშტი კოტეტიშვილი იმასაც ამბობს, რომ ეს მისი ლექსების ცალკე წიგნად გამოცემის პირველი და ალბათ უკანასკნელი შემთხვევაა.